საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და უკვე შეგვიძლია განვლილ კვირაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა და წინა სესიაც შევაფასოთ, რომელიც ასევე საკმაოდ პოზიტიური იყო ამერიკული ბირჟებისათვის, ხოლო წინა კვირის განმავლობაში საერთოდაც ამერიკული ინდექსების შეფასება საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, NASDAQ-ის ტექნოლოგიური ინდექსთან მიმართებით კი მატების მაჩვენებელი აჭარბებდა 7%-აც კი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყო დაკავშირებული სატარიფო რეჟიმის დაპაუზებასთან. ეს გადაწყვეტილება მოგეხსენებათ დონალდ ტრამპმა თავად მიიღო, შესაბამისად მან ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ 2 აპრილის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ერთკვირიან პერიოდში უკვე შეცვალა, რაც რა თქმა უნდა ინვესტორებმა მიიღეს ძალიან პოზიტიურად, რადგანაც სატარიფო რეჟიმი არის ის თავარი მოვლენა, რაც ზოგადად ინვესტორებს აშფოთებს, ხოლო მისი შეჩერება, დანდროებით გადავადება, რა თქმა უნდა, საფონდო ბირჟის განწყობაზე აისახება პოზიტიურად და ეს პოზიტიური განწყობა მინდა გითხრათ, რომ დღესაც გრძელდება. ამ წუთებისათვის S&P 500-ის შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი გვაქვს პლუს 0.27%. Dow Jones-ის ინდექსთანაც ასევე პოზიტიური დინამიკაა პლუს 0.11%, ხოლო NASDAQ-ის ინდექსთან მიმართებით მატების მაჩვენებელი 0.33%-ია. აზიასა და ევროპაშიც ანალოგიური ვითარებაა, როგორც ხედავთ, ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღის განმავლობაში 1.73%-ით გაიზარდა. შანხაის ინდექსთან პლუს 0.14% გვაქვს, ნიკეის ინდექსის მატება კი 0.83%-ია. საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა მსოფლიოს მასშტაბით არის გაუმჯობესებული. ენერგეტიკულ ბირჟაზეც უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ამ წუთებში გვაქვს მცირედი კორექცია, შემცირებული არის ნავთობის ფასი, ბრენტის ღირებულება, როგორც ხედავთ, $64.5 შეადგენს, WTI-ის ღირებულება კი $61 ფარგლებშია. კლევა გვაქვს ბუნებრივ აირთანაც, კერძოდ 1%-იანი და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 34 ევროს. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ფასი ისევ და ისევ მზარდია, დღეს მატებამ დამატებით $10 შეადგინა და უნცია მეტალის ფასი ამჟამად შეადგენს $3222. ერთ კვირაში მატება 8%-ზე მეტია, ხოლო ერთ წლიან პერიოდში პლუს 35.9%. მოკლედ, ოქროს ძალიან კარგად აქვს საქმე. კრიპტო ინდუსტრიას რაც შეეხება, ამ მიმართულებით გვაქვს მცირედი კორექცია, დაახლოებით 1%-ით არის შემცირებული ბაზრის საერთო შეფასება და ის შეადგენს $2.70 მილიარდ. ბიტკოინის ფასი დაახლოებით $85,000 ფარგლებშია, ეთერიუმი $1600 ივაჭრება, მატება 6-დან 8%-ის ფარგლებშია, კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს ბიტკოინისა $1.680 მილიარდი, ხოლო ეთერიუმის შემთხვევაში გვაქვს $195 მილიარდი. ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, რომელთაც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად აქვს საქმე. ტრამპის კორექციას თუ არ ჩავთვლით, მას შემდეგ ქართული კომპანიები პოზიტიურ დინამიკას აფიქსირებენ. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება დამატებით 2%-ით გაიზარდა დაახლოებით. ასევე ანალოგიური შედეგი აქვს TBC-ის ჯგუფსაც, აქაც პლუს 2%-ს ხედავთ, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით ამ ეტაპზე შეადგენს 2.75. ევროს გაცვლითი კურსი გვაქვს 3.12, აქ ბოლო პერიოდში ლარი ძალიან მკვეთრადაა გაუფასურებული, ხოლო სტერლინგის გაცვლითი კურსი 3.64-ია. და ბოლოს ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელსაც Foresight Investment Group-ი გვთავაზობს. ეს არის Foresight-ის არის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათლების ფონდში დამეთი მეიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად ამ ეტაპზე შეადგენს 8.76%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, თუმცა თქვენი გიგერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზდა ან შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეგუძლების გარეშე. Foresight Investment Group-ი კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.